თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიქ. სიტყვა იგივე, წიგნიშობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი, ერთი. აჰა ესე რა მესამე დღე არსესე, ვინაიდან ვიწყეთ სიტყვა და ჯერეთ დაწყება ისახარებისა ვერ განგიმართეთ. არა ცუდად სადმე ვიტყოდე, ვითარმეთ ფრიადი სიღრმე აქუს ძალსა ამათ სიტყვათასა. მოედით უკვე, ნაკრულევანება იგი დღეს აღვასრულოთ და ვიხილოთ, თუ რა იწინაგვით საძიებელად. ეძიებენ ჯერეთ მეძიებელნი იოსებისთვის, თუ რა ისათვის სიტყვის მშობელთა მისთა, ვინაიდან არა აქუს სიარება იშობასა შინა ქრისტესსა, ანუ რა ისათვის ყოვლადსა მითხოვილი იქნა მისთა ქალწული. არა უმჯობესიყოა, რაითანცა სრულიად უთხოველიყო, ვინაიდან უთესლოდებულებოდა შობაი ქრისტესი. ამის უკვე ესე ვითარისათვის ვთქვთ ზემოცა ვითარმეთ, ინება მახარებელმან რაით არჩულისაცა წესი დაიმარხოს, რომელი არა შეუნდობდა დედათა თესლტომისა აღწერად და ამისთვის იოსებისთვის ყო სიტყვა ითვისი, რამე თუ ესეც არჩული იყო მტკიცე, რაითა სხვისა ტომისაგან სხვასა ტომსა ვერ შეერთოს, ვინაიდან უკვე გამოაჩინა იოსებისი, ვითარმეთ სახლისაგან დავითისა იყო, გამოჩნდებოდა ვითარმეთ ქალწულიცა მისვე სახლისა იყო. თუ არა, ვერ მცა მითხოვილიყო მისა. რაც კვალად სხვა იცავ თქვა სიტყვაი და თუ რა ისათვის მიეთხოვა ქალწული იოსებს, და ნუ ურწმუნო იქნებით, რამე თუ არა ჩემი არ სიტყვაი ესე, არამედ მამათა საკვირველთა და აღსებულთა სულითა წმიდითა. არა ენება ღმერთსა პირველ შობისავე გამოცხადებაი ჰურიათა შორის ვითარმეთ ქალწულისაგან იშვების ქრისტე, რამე თუ იცოდა, ვითარმეთ არა შეიწყნარებენ ურწმუნონი იგი და გულფიცხელნი, და სხვასაც ამრავალსა არა განცხადებულად ეტყოდა მათ ქრისტე პირველიდანვე. ამისთვისცა ძედ კაცისა სახელს დებს თავსა და სწორებასა მას მამისასა არა მრავალგზის მიუთხრობდა განცხადებულად. რა ისაკვირველ არს თუ ესეცა ინება პირველ დაფარვად დიდისა რაისმე განგებულებისათვის. და რა იყო განგებულება იგი? უკვე თუმცა განუთხოველად ეშვა ქალწულსა არა დაირწმუნებდეს ჰურიანი, ვითარმედ უთესლოდ შვა, არამედ უკეთურებითა მათითა დასთვეს მცა ბრალი მრუშებისაი და ქვაიმცა დაჰკრიბეს, რამე თუ სხვათა მათ საქმეთა იაქონდეს პირველყოფლინიცა სახენი და არავე ხრწმენა ქრისტესი, არამედ ურცხვინოითა მითგონებითა წინა აღუდგებოდეს განცხადებულად და ეშმაკთა რაი განასხამ ეშმაკეულად ხადოდეს და შაბათთა რაი იქ მკურნებასა დამხსნელად რჩულისა იტყოდეს და არა გულისხმა ყოფდეს, ვითარმედ პირველცა მრავალგზის დაიხსნა შაბათი და იქმნეს სასწაულნი. უკვე თუმცა ესე ესმა ვითარმედ ქალწულმან უთესლოდ შვა და ქალწულად ეგოს საქმე, რომელ არასადას მენილიყო დასაბამით განთამათ წელთა, რაიმცა არა თქვეს, ანუ ოდესმცა თავსილვეს ყოვლადვე. უკვე თუ შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ძედ იოსებისა უწოდდეს, პირველ სასწაულთა ქმნისა ოდესმცა ხრწმენა უგუნურთა მათ და მემრუშეთა საკვირველი ესე დიდებული. და დაღაცა თუმცა დაარწმუნა ვინ, არავემცა შეიწყნარეს. და ამის საქმისა წამებაი და სახე სხვაიცა მოგართუა, რაითა სცნად ვითარმედ ესრეთ იყო და ესეცა სიტყვაი ჭეშმარიტ არს მამათა მიერ თქმული. ზაქარია წინაწარმეტყველმან მამამან წინამორბედისა იოანესმან, რომელსა ახარა ანგელოზმან შობა იგი ბერცისაი, რაითა საკვირველსა მას დიდსა ქალწულისაგან შობისასა წინა უძღოდის უმცირესი ესე საკვირველი, ბერცისა შობაი, ამან ზაქარია, ვინაიდან სავსე იყო სულითა მით წინაწარმეტყველებისაითა ცნობად დაფარულთა, გულისხმაყო შობა იგი ქალწულისაი უთესლო და განუხრთნელი საიდუმლოი ესე დიდებული. და არა დააყენა დედა იგი უქორწინებელი დგომად ტაძარსა შინა ქალწულთა თანა, რამე თუ იყო ადგილი განჩემებული ქალწულთათვის. და სადგომელად ტაძარსა შინა, სადა იგი არა ხელ ეწიფებოდა ქორწინებულთა დადგომად.
ხოლო იყო ადგილი იგი შორის ტაძრისა მის და საკურთხეველისა განყოფილებაი. არა განაყენა უკვე უხრწნელი იგი დედაი შემდგომად შობისაცა კრებულისაგან ქალწულთა ისა და ასწავებდა ჰურიათა ვითარმედ მეუფესა მას და დამბადებელსა ყოველთა არსთასა ჰმონებს კაცობრივიცა ბუნებაი, ვითარცა სხვანი ყოველნი ბუნებანი და ვერ ჰმძლავრობს. თუმცა არა ხელეწიფებოდა აღლისა შობისა შემოღებაი, არამედ ძალუც და ხელეწიფების დედისა მისთვის ისა ქალწულად დამარხვად და შობაი უხრწნელი გამოჩინებად ქვეყანასა ზედა. ხოლო უმადლოთა მათ ჰურიათა ესმოდა რაი, თუ მეუფე იშვების ყოველთა იქალწულისაგან ჰურიას დასშინა და არაენება საქმე ესე, რაითა არა ხელმწიფებასა მისსა დაემორჩილნენ, ამისთვის მღვდელი იგი და წინაწარმეტყველი, რომელი ესე ვითარსა ქადაგებდა შობისა მისთვის დიდებულისა, შეასმინეს ჰეროდეს მიმართ და მოკლეს იგი, წინაშე საკურთხეველისა მის მღვდელი მსხვერპლად შეწირეს. ამისთვის იქნა მითხოვა იგი ქალწულისა იოსებისა, რაითა ამისთვის გარეგან იქნას ყოვლისავე ბოროტისა იჩვისაგან და რაითა იყოს იოსებ მოწამე სიწმიდისა მისისა, რამე თუ ვინაიდან იოსებ კაცი იყო მართალი და სათნოი და შევიდავე იჩუსა ბოროტსა. უკვე თუმცა არა ანგელოზი ჩვენებულიყო და ეუწყა ჭეშმარიტი, რაიმცა არა თქვეს ურჩულოთა მათ და უმადლოთა ჰურიათა, უკვე თუმცა განუთხოველიყო ქალწული. ანუ ოდესმცა რწმენა შობაი ქალწულისა იუთესლოთ საქმე, რომელი პირველთა მათ ნათესავთა შინა არასმენილიყო. იოსებს რწმენა ანგელოზისა მიერ ვითარმედ სულისაგან წმიდისა არს და ვითარმედ წეღმრთისა იმოვიდა ქვეყანად, ხოლო ურწმუნოთა მათ, რომელნი მარადის წინააღმდეგ ქრისტესა იყვნენ, ვინცა დაარწმუნა. ამისთვისცა მოციქულთა იწყეს რაი ქადაგებად აღდგომისათვის, ცხადად ქადაგებდეს, რამე თუ იყვნენ პირველქმნილნიცა სახენი მის საქმისანი, რაღაცა თუ ესე ვითარნი არა იყვნენ. ხოლო ამას თუ ქალწულისაგან იშვა, არა ესრეთ განცხადებულად ანუ ზედა ისედა იტყოდეს და არცა თუ უქორწინებელმან მან დედამან იკადრა ყოველთა მიმართ თქმად ესე. იხილე, ოდეს იგი წინაშე ერისა ეტყო და უფალსა ქალწული იგი წმიდაი, რა იხრქუა მას. აჰა ესე რამე და მამაი შენი გეძიებდით შენ, ლუკა 2:48, რამე თუ ეშინოდა ცილისწამებისაგან ჰურიათა ისა. ამისთვის არცა თუ ანგელოზნი უთხრობდეს ყოველთა საიდუმლოსა ამას დიდსა, არამედ მარიამს ხოლო აუწყეს და იოსებს. ხოლო მწყემს და ახარებდეს რაი არა რაი მიუთხრეს ქალწულებით და უთესლოთ შობისათვის. ამის ესე ვითარისა საქმისათვის იქნა განგებულებით მითხოვა იგი, რაითა ქალწულება იცა პატივბიცეს და ქორწინება იცა წესიერი არა შეურაცხიქმნას. რამე თუ ქალწულებაი ვითარცა პატიოსანი და წმიდაი, გამოირჩია განწმენდელმან მან წმიდათამან და ტაძარსა მას შინა განუხრწნელსა დაიმკვიდრა. ხოლო მითხოვისა მის მიერ გამოაჩინა, ვითარმედ წესიერიცა ქორწინებაი არა წინააღმდგომარს. ხოლო თქვა ვინმე პირველთაგანმან მამათამან სხვაიცა სიტყვაი ვითარმედ, ამისთვის იქნა მითხოვა ქალწულისა იოსებისა, რაითა დაეფარო საიდუმლო იგი განკაცებისა ღმრთისა იმ მთავარსა მას ბნელისასა ეშმაკსა. რამე თუ ვინაიდან ეს მამას წინაწარმეტყველისაგან ვითარმედ, აჰა ქალწული მიუდგეს და შვესწე და უწოდიან სახელი მისი ევმანუელ, ესაია 7:14, მიერითგან მიმოვიდოდა, ვითარცა მსტოარი და უმზერდა ქალწულთა, თუ ოდეს იხილოს ქალწული მიდგომილად. რამე თუ იცოდა ვითარმედ მორაივიდეს ქვეყანად უფალი, დახსნად არს მისი იგი ბოროტი მეუფებაი და ენება ბრძოლისა აღდგინებად ჰურიათა მიერ ქალწულსა მასზე და რომელიც იხილოს თვინიერ მამაკაცისა მიდგომილად, რაითა მოაკვლიოს იგი. ამისთვის მიითხოვა ქალწული და უეჭველი ქნა იგი მისგან, იხილა რაი მითხოვილად და ვერცნა განხორციელებაი უფლისაი და მისისა მის ძალისა დახსნაი. ესე არიან მიზეზნი მითხოვისა მის ქალწულისანი, ჩვენისა ამის გულისხმის ყოფისაებრ,
და სხვა იმ მრავალი, რომელი უცხის მხოლო მან უფალმან და რომელთაცა მან გამოუცხადოს. ვინაიდან უკვე ესრეთ განგებულებით მიეთხოვა იოსებს, ამისთვის მახარებელმა წესისა მისევ რჩულისა აღწერნა მშობელნი იგი იოსებისნი და ამით გამოაჩინა, ვითარმეთ ქალწულიცა ტომისაგან დავითისა იყო, ვინაიცა იოსებ იყო ვითარცა განაგო მოსე, რაითა არა მიეთხოვებოდი სხვით ტომით სხვასა ტომსა. სახ არეებაი. აბრაჰამმა შვა ისააკი, ისააკმა შვა იაკობი, იაკობმა შვა იუდა და ძმანი მისნი 1-2. თარგმანი რაისათვის ახსენა რაი აბრაჰამი და თქვა ვითარმეთ, შვა ისააკი და ისააკმან იაკობი არ ახსენა ძმანი მათნი, ხოლო მორაივი და იაკობისა თქვა, იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი. ამისთვის რამე თუ არარაი აქ უნდა მათ ნაწილი და ზიარება ერსა თანა ისრაელთასა, არამედ იყვნენ სარკინოზნი და ისმაიტელნი და არაბნი და სხვანი იგი ნათესავნი, რომელნი გამოვიდეს ისმაელის და ესავისაგან და შვილთაგან მათთა. ამისთვის იგინი დაიდუმნა, რამე თუ ტომისა მისთვის ისრაელთა ისა რომელთაგან იყო ქალწული იგი, დედაი ქრისტესი, ენება აღწერაი და გამოძიებაი. ამისთვის თქვა, იაკობმან შვა იუდა და ძმანი მისნი, რამე თუ ამათგან განმრავლდა ნათესავი იგი იუდეანთაი. სახ არეებაი, ხოლო იუდა შვა ფარეს და ზარა თამარისგან 1-3. თარგმანი რასა იტყვი მახარებელო, რასა აგვიხსენებ საქმესა მას უჯეროებისასა? და რაი არს ესეო? იტყვის მახარებელი უკვე თუმცა კაცისა ლიტონისა ნათესავთა წარმოვიტყოდეს სამართლადმცა დავიდუმე ესე ვითარი, უკვე თუ ყულა სიტყვაი ჩვენი უფლისაგან ხორციელებულისათვის არს, არა დადუმებაი, არამედ ქადაგებაი ესე ვითარისა მიღირს. გამოჩინებად მრავლისა მის სახიერებისა და ძლიერებისა მისისა, რამე თუ არა ამისთვის მოვიდა, რაითა განიშოროს შეურაცხებაი ჩვენი და ღვედრებანი ჩვენი, არამედ ამისთვის, რაითა თავს ისხნეს იგინი და განაქარვნეს, და ვითარცა არა რომელ სიკვდილი თავს იდვაოდენ, არამედ რომელ ჯვარც უმაიცა დაითმინა. უმეტეს საკვირველი ქმნა დაღაცა თუ საყვედრელიყო საქმე იგი, არამედ რაოდენ საყვედრელიყო, ესოდენ განითქვა კაცთ მოყვარება იმისი. ეგრეთვე შობასა მისა ქალწულისაგან, არა ამისთვის ოდენ გვიღირს განკვირვებაი, რომელ ხორცნი შეისხნა და კაც იქნა, არამედ რომელ თავს იდვა ნათესავსა მასშინა, რომლისაგან იშვა. ესე ვითართა იყოფა და არასა და სირცხული იჩინა ჩვენი ესე უბადრუკებაი და შეურაცხებაი, რაითა ჩვენცა გვასწაოს არა სირცხულ ჩინებაი შეურაცხებისათვის გინა უკეთურებისა მშობელთა და თვისთაისა, არამედ ერთისა ოდენ ძიებაი, რაითა ჩვენ წარვმართოთ სათნოებაი. რამე თუ რომელი აღმასრულებელი იყოს მცნებათა უფლისათა ესე ვითარისა მის დაღაცა თუ უცხოთესლი იყოს მშობელი, დაღაცა თუ მეძავი ანუ ცოდვილი, არა ივევნების, რამე თუ უკვე თუ თვით მეძავსა მას, მოიქცეს რაი და სიწმიდით ცხოვრებაი აღირჩიოს, არა საყვედრელ და სავნებელ ექმნების პირველი იგი ცხოვრებაი, რაიმცა ანუ ღმრთისმსახურსა და სათნოსა უკეთურებამან მშობელთამან. და არა ჩვენ და ოდენ სასწავლელად იქმს ამას, არამედ ჰურიათა ზვაობისა დახსნათ. რამე თუ იგინი სათნოებასა მას სულიერსა და მცნებათა ღმრთისათა დამარხვასა უდებ და აბრაჰამს ხოლო ახსენებდეს ზედა ისე და სიქადულად მათდა და ჰგონებდეს მისისა მის სათნოებისაგან განმართლებად. ამისთვის უჩვენებს ვითარმედ არა ესე ვითარსა ზედა ჯერ არს სიქადული, არამედ თავით თვისით მოგებაი სათნოებისაი. ამას ყოველსა ზედა სხვასაცა საქმესა შეჰმზადებს, რაითა უჩვენოს ვითარმედ ყოველნი თანამდები ყვნეს ცოდვასა, შვილნიცა და მშობელნი, რამე თუ აჰა ესერა მამათ მთავარი იგი მათი, სახელოვანი იუდა, რომლისაგანცა იუდეან ეწოდა ჰურიათა. არა მცირესა ბრალსა შთავარდა, რამე თუ წარმოდგომილ არს თამარ შესმენა ციძვისა მისისა. ეგრეთვე დავით სიძვითა მითმრუშებისაითა ურიისა ცოლისაგან შვა სოლომონი.
კვალად სოლომონისთვის არცა სახმარ არს თქუმად, რამე თუ ყოველთა მიერ საცნაურ არს. ხოლო უკვე თუ დიდთა მათ და სახელოვანთა ვერ დაიმარხეს რჩული, უნდოთა და უდარესთათვის რა ისაძიებელ არს. ვინაიდან უკვე ვერვინ აღასრულა რჩული, ჩანს ვითარმეთ ყოველთა ცოდეს და ბრალეულ და დასასჯელ იქმნეს. ამისთვის უკურნებელ რა იქმნეს კაცნის სახმარ იყო წამალი ძლიერი, ესე იგი იყო მოსვლაი ქრისტესი. ხოლო 12-ნივე ძენი იაკობისნი ახსენა, რაითა ამიცა მშობელთათვის ზუაობა იხურიათა იდახსნას, რამე თუ მრავალნი ძენი იაკობისნი მხევალთა ნაშობნი იყვნეს, არამედ განყოფილება მან მშობელთა მან შვილთა შორის განყოფილებაი არა შემოიღო. არამედ ყოველნივე სწორად იქმნეს მამად მთავარ და ტომთა წინამძღვარ. ხოლო ესე ეკლესიისაი არს წესი, ესე ჩვენისა ამის სარწმუნოებისა არს განგებაი, რომლისა წესი და სახე პირველიდგან მოესწავებოდა. ამისთვის გინა თუ მონაი ხარ, გინა თუ აზნაური, არც არა ისარგებელი გაქოს აზნაურებისაგან, არც არა ისავნებელი, მონებისაგან, არამედ ერთი არს საძიებელ შიშირღმრთისაი და დამარხვემცნებათა მისთაი. გარნა პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ, ხოლო იუდა შვაფარეს და ზარა თამარისგან. წინამდებარისა ამის პირისათვის ხელყო სიტყვად მშობელთათვის იოსებისთა, რაითა მის მიერ ქალწულისაცა მშობელნი საცნაურყვნეს. სამართლად ახსენა ფარეს, ხოლო ზარა რაისათვისღა შემოიღო შორის. ესე ამისთვის, რამე თუ მოიწია რაი ჟამიშობისა თამარისი პირველ გამოყო ხელი ზარა, იხილა რაი ესე აღმქუმელმან გამოაბა ხელსა მეწამული, რაითა საცნაური ყოს თუ რომელი არს პირმშოი, და ვითარცა გამოაბა მეწამული იგი, შეყო კვალად ყრმამან ხელი, და მეხსეულად გამოვიდა ფარეს და მერმეღაშვა ზარა. იხილა ესე აღმქუმელმან და განკვირდა და თქვა, ვითარ განეღო შენთვის ღობე, დაბადება 38-29, რამე თუ საკვირველცა იყო. აც იხილე საქმისა ამის ძალი, რამე თუ არა ცუდად აღწერილ არს, თუ არა რაც სახმარ იყო ამისი აღწერაი, ვითარმედ ერთმან მან ყრმამან პირველად გამოყო ხელი და მერმე შეიკრიბა და სხვა იგი იშვა. რაი არს უკვე სიტყვაი ესე. პირველად სახელისაცა თარგმანებაი ვიხილოთ, რამე თუ ფარეს გამოითარგმანების განყოფილებაი და განკვეთაი, და კვალად ესეცა გულისხმოვყოთ, ვითარმედ არა ბუნებითი საქმე იყო გამოყოფაი ხელისაი და კვალად შეკრებაი და მეორისა და გზაცემაი გამოსვლად. არამედ მომავალთა და ყოფათა საქმეთა სახე იყო ყრმათა მათშობაი განგებულებით. რამე თუ სხვათაცა თქვეს პირველ ჩვენსა, ვითარმედ ორისა მისერისა სახე იყვნეს ორნი იგი ყრმანი, რამე თუ ვითარცა იგი პირველ ხელი გამოყო ერთმან მან და კვალად შეიკრიბა და სხვა იგი იშვა და მერმეღა პირველი იგი სრულიად გამოვიდა. ეგრეთ იქმნა 200 ზედა და 200 რჩულსა, რამე თუ მოქალაქობაი ესე სახარებისაი გამოჩნდა პირველ მცირედში ამ დღეთა მათ აბრაჰამისთა და კვალად დაიფარა და მოვიდა ერი იგი ისრაელთაი და რჩული მოსესი. და ამისა შემდგომაც სრულიად გამოჩნდა ერი იგი ახალი წესითა მითახლითა. ამისთვისცა ამქუმელი იგი იტყოდა, ვითარ განეღო შენთვის ღობე, რამე თუ აზნაურება იგი მოქალაქობისა მის აბრამიანისაი დაფარა რჩულმან მან მოსესმან. და კვალად განაღო ღობე იგი და შუა კედელი სახარება მან ქრისტესმან, რამე თუ მარადის წერილი ძველსა მას რჩულსა ღობედ და შუა კედელად უწეს, ვითარცა იტყვის დავით, და არღვე ღობე მისი და მოჰყურზნიან მას თანაწარმავალნი გზისანი, ფსალმუნი 79, 13 და ესაია იტყვის, ზღუდე მოვადგიმას, ესაია 5:2 და პავლე ღაღადებს, შუა კედელი ზღუდისა იმის დახსნა. ეფესელთა მიმართ 2:14 სხვათა კვალად ესრეთ თქვეს ვითარმედ, რომელმან იგი ხელი გამოიღო პირველ სახე იყო ძველის რჩულისაი და მერმე უკვე იქცა და უმრწემეს იგი პირმშო იქმნა და მისი იგი შუა კედელი და ღობე დამაყენებელი განკვეთა, რომელიღო სახე ახლისა ამის რჩულისაი.
ხედავა ვითარ არა ცუდად ახსენა საქმე იგი იუდაისი. ამისთვის რუთს და თამარს სახელს დებს, რომელთაგან ერთი იგი უცხოთესლი იყო და მეორე მეძავი, რაითაც ცნა, ვითარმედ ყოველთა ბოროტთა ჩვენთა დახსნად მოვიდა ქრისტე, რამე თუ არა სჯად მოვიდა, არამედ კურნებად. ვითარცა უკვე მამათ მთავართა მათ დედანი იგი მეძავნი შეირთნეს, ეგრეთვე ღმერთმა ბუნება იგი მეძავქმნილი შეიერთა თავსათვისსა. ვითარცა იგი წინაწარმეტყველნი პირველითგან იტყოდეს შესაკრებელისათვის ფურიათა ისა ვითარმედ, სიძვით ისიძვა და კვალად, პირი მეძვისეო მოიგე შენ, ერო ჩემო. შეადარე იერემია 3:2-3, არამედ იგი შესაკრებელი უმადლო იქმნა სიძისა მის მიმართ უკვდავისა და ეშმაკსა შეერთო, ხოლო ეკლესია ერთგზის განთავისუფლდა რაიწესთა მათგან მამულთა და შეერთო მეუფესათვისა, განუყოფელად ეგო სიძისა მისგან, რომელი შვენიერ არს ხილვითა უფრო ის ყოველთა დაბადებულთა. აც იხილე რუთ სახედ ეკლესიისა. იგი უცხოთესლი იყო და ფრიად გლახაკი, არამედ იხილა რა იგი ბოოს, არცა სიგლახაკე შეურაცხყო, არცა უცხოთესლთა შვილება მოიძაგა. ეგრეთვე ქრისტე მან შეიწყნა რა ეკლესიაი წარმართთაგან და სიგლახაკისაგან ფრიადისა და ზიარყო იგი კეთილთა მათ მიუთხრობელთა. ხოლო ვითარცა იგი რუთს უკვე თუმცა არა დაეტევა სახლითვისი და ნათესავნი და ყოველივე მამული ვერმცა მიმთხვეულიყო ესე ვითარცა მას მეუვლესა, ეგრეთვე ეკლესია მან დაუტევნა რა იწესნი იგი და ჩვეულებანი მამულნი, მაშინ იგი საყვარელი იქნა სიძისა მის. ვითარცა წინაწარმეტყველი ეთქვის მას, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი და სთნდეს მეუფესა სიკეთე შენი. ფსალმუნი 44:11-12 რამე თუ ეკლესიას ამას წარმართთასა ეთქვის ესრეთ დავიწყებად წესთა მათ მამულთა და ჩვეულებათა საწარმართოთა რაითა ესრეთ სთნდეს იგი მეუფესა. ესრეთ ქმნა რუთსა, ამისთვისცა დედა მეფეთა იქმნა, რამე თუ მისგან იშვნეს მშობელნი დავით მეფისანი. ამის ესე ვითარისათვის ახსენა დედანი ესე, რაითა ზუაობა იცა ჰურიათაი და ანდაბლოს და ასწაოს არასიქადული მშობელთათვის. რამე თუ დავითს მეფესა მას და წინაწარმეტყველსა არასირცხულ უჩნდა ესე. და ნამდვილე არაი არს არცა სიკეთისაგან მშობელთა ისა სარგებელი, არცა სიხენეშისაგან სავნებელი, არამედ კაცად ითვისთა საქმეთაგან ანუ პატიოსან იქმნების, ანუ შეურაცხ. და რაითა ესეცა ვთქვა, დაღაცა თუ საკვირველად აღგიჩნდეს, ვითარმედ, იგი უმეტესად იქების, რომელი არა მოსწრაფეთა მშობელთაგან მოსწრაფე კეთილი იპოვოს. სწავლა იქ სიმდაბლისათვის. ნუმცა უკვე ვინ იქადის ანუ ზუაობს დიდებულთა შვილობისათვის, არამედ უფრო ისაც სიქადული იგი და აზნაურება ისათნოებათაი მოიგენ კაცად მან, არამედ ნუცამცა სათნოებათათვის იქადინ, რაითა არა ფარისეველისა მის განსაცდელი შეემთხვიოს. რამე თუ რომელ სახნებავს აღორძინებად საზომი იგი სათნოებათათვისთაი, შეჰრაცხენ იგინი არ არად და მაშინ უმეტესად აღაორძინეს. თქուն ვითარმედ, არ არა იმიძღვის მე კეთილი ყოვლადვე და იპოვოს მოქმედ კეთილისა და მუშაკ სათნოებისა. რამე თუ უკვე თუ ცოდვილმან აბრალოს თავსათვისა და გულსავსე იქმნას ვითარმედ ჭეშმარიტად ცოდვათა მრავალთა თანამდებარს და შეურდეს ცრემლით უფალსა თხოვად შენდობისა, განმართლდების ვითარცა მეზუერე იგი. რავდენ უფრო ისად განმართლდეთ უკვე თუ მართალნი ვიყვნეთ და შეგვერაცხნან თავნი ჩვენი ცოდვილად. უკვე თუ ცოდვილთა სიმდაბლე განამართლებს, რომელი იგი არც აღირს არს სიმდაბლედ წოდებად, არამედ ლმობიერებად, უკვე თუ ლმობიერებასა ესე ძალუც ცოდვილთა ზედა, გულისხმა ყავთ, თუ სიმდაბლემან მართალთა ზედა ვითარ არა ქმნას საქმე დიდი და საკვირველი.
აც უკვე მუშაკო სათნოებისაო ეკრძალე თავსა შენსა, რაითა არა შეგიხდეს ზუაობაი და ავნო შრომათა შენთა, რაითა არცა ცუდი იქნენ ოფლი შენი და ამაო იქნა სრბაი შენი და შემდგომად მრავლისა მის ჭირისა და ბრძოლისა წინააღმდგომთა იპო შენ ცარიელი. ნუ ზუაობ, ნუცა იქადი. უწყის მეუფემან უმეტეს შენსა, უკვე თუ რაი კეთილი გიქმნიეს. უკვე თუ სასუმელი წყლისა გრილისა იმისცე სახელისა მისისათვის, არცა მას უბულებელს ყოფს, უკვე თუ ერთი დანგი მისცე, არცა მას დაივიწყებს, უკვე თუ სულ თითქუნეოდენ, ანუ სხვაი რაიმე მცირედი უნდო იქველის საქმე ჰქმნა, ყოველსავე სახიერებით შეიწყნარებს. ყოვლისათვისვე სასყიდელს ახმარხავს, ყოველივე ახსოვს. რად უკვე გახსოვნან შენ ქველის საქმენი შენი? რაისათვის შემოიღებ მათ შორის და სხვათა მიუთხრობ, ანუ გულსა შინა შენსა ზუაობ. არა უწყია, ვითარმედ აქებდე თუ თავსა შენსა, ღმერთი აღარა გაქებს. უკვე თუ კულა აბრალებდე თავსა შენსა და შეურაც გიჩნდეს, მან გაქოს და გადიდოს შენ, რამე თუ არ ახნებავს და მცირება ისათნოებათა შენთაი, არამედ უფრო ისად ისწრაფის, რაითა მცირეთაცა და უნდოთა შრომათათვის გვირგვინოს ანყოს და ეძიებს მიზეზთა მარადღე, რაითა გიხსნას ჯოჯოხეთისაგან და მოქალაქე ყოს სასუფეველისა ცათაისა. ამისთვისცა დაღაცა თუ მე-11 ჟამსა დღისასა ხოლო შურეს ცრულსა სასყიდელსა მიქცემს, დაღაცა თუ არარაი გაქუნდეს ნაყოფი, ღირსი წყალობისაი იტყვის, ჩემთვის ვიქმო რაითა იდიდოს სახელი ჩემი. შეადარე ეზეკიელი 36, 22, 32 სულ თითქუნე თუ გინახცრემ ლოდი, შეიცირავს ყოველსავე ადრე და მიზეზად ცხოვრებისა შენისა დახმარხავს. ნუმცავ ზუაობთ უკვე, არამედ გვაქუნდინ უხურად თავნითვისნი, რაითა ვიქმნეთ სახმარ. უკვე თუ სახმრად შეგერაცხოს თავითვისი, იქმენ შენ უხმარ, დაღაცა თუ სათნო იყო. უკვე თუ კულა უხმარ და უღირს გაქუნდეს თავი შენი, იქმენ სახმარ და ღირს, დაღაცა თუ უღირსი იყო და ცოდვილი. ამისთვის ჯერ არ სრულიად დავიწყება იქველის საქმეთა და სათნოებათა ჩვენთაი. ხოლო თქვას ვინმე, ვით არ შესაძლებელ არს დავიწყება ის საქმეთა კეთილთაი, რომელნი ექმნენ კაცსა. არამედ ისმინენ ესე ვით არისა მის სიტყვისა მეტყუელმან, რასა იტყვი, კაცო? დღითი დღეს ცოდავ ღმრთისა მიმართ შვებითა და განცხრომითა და სხვითა მრავლითა ცოდვითა და დაგვიწყებიეს ესე ვითარი ყოველივე, ვიდრეღა არცა თუ იცი, რავდენ გზის გიცოდავს და თუ სადა კეთილი რაიმე ჰქმნენ ვერ დაივიწყება. არამედ მიმოდასტებ და ჰქადაგებ და მარადის წინაშე თვალთა შენთა არსს. დიდი უბუნურებაი არს ესე და ფრიადი ზღვევაი, რამე თუ დავიწყება იქველის საქმეთაი საუნჯე არს წარუპარველი, და ვითარცა საფასე, ანუ სამკაული უკვე თუ განვფინოთ ურაკპარაკთა შორის, მზა არს და ადვილწარ საპარველად, ხოლო დავჰკრძალოთ რაი საუნჯეთა შინა უხილავთა. უშიშ ვიქმნებით მპარავთაგან, ეგრეთვე ქველის საქმეთაი, უკვე თუ ზედა ისე დავახსენებდეთ და ვქადაგებდეთ, განვამწარებთ უფალსა და აღვსტურავთ მტერსა ჩვენ ზედა და საქმეთა მათ კეთილთა წინა და უფენთ წარპარვად ჩვენგან, უკვე თუ კულა არავის შეუნდოთ ხილვად, გარნა მხოლო ისა. მის დაფარულთა მხედველისა გვაქუნდეს ყოველივე დამარხულად საუნჯეთა მათ შინა საუკუნეთა. აც უკვე ეკრძალე, კაცო, რაითა არა შეგემთხვიოს რა იგი შეემთხვია ფარისეველსა მას, რომელსა ქველის საქმენი თვისნი ენასა ზედა ეტვირთნეს. ამისთვისცა ადვილად წარტაცნა ეშმაკმან. ახსენებდა სათნოებათა თვისთა სიხარულით და ჰგონებდა, თუ მადლობასა შევსწირა ღმრთისა. არამედ არასთნდა ესე უფალსა, რამე თუ არა მადლობაი არს ესე ღმრთისაი, ღვედრებაი სხვათაი ზუაობაი შეწოდებულთა ზედა, სიქადული ამპარტავანებით.
უკვე თუ მადლობა ღმრთისა იგნებავს, კაცო, აუარებდი მას და აკურთხევდი, ხოლო სხვათან უაბრალობ და ხვედნი მოყვასსა. არ არს ესე მადლობაი, არამედ ამპარტავნებაი. გნებავსა მადლობისა სწავლაი. ისმინე სამთა მატყრმათაი, შეგცოდეთ ჩვენ, ყოვლითავე ურჩულო ვიქმნენით და განგიდეგით ჩვენ შენგან. ვწოდეთ ყოვლით ცნებათა შენთაი არა ვისმინეთ, არცა ვიმარხეთ, არცა ვყავთ, ვით არ იგი შენ მამცენ ჩვენ, რაითამცა კეთილი მეყო ჩვენ შენგან. აც ყოველი რაოდენი მოავლინე ჩვენზე და ყოველი რაოდენი მიყავ ჩვენ, სამართლისა სასჯელით აღყავ. დანიელის 3:29-31 ესე არს ჭეშმარიტი მადლობა ღმრთისაი, რაითა კაცი აღიარებდეს ცოდვათათვისთა და ხმადლობდეს ღმერთსა, რომელს უგრძელ ექმნების. ესრეთ ისწავე, ძმაო, მადლობა ღმრთისაი და გენებოს რაი მადლობისა შეწირვაი, შეურდი უფალსა გულითა შემოსრულითა და გონებითა მდაბლითა თქვი ესრეთ, გმადლობ შენ, უფალო. რამე თუ სულგრძელ მექმენ აურაცხელთა მათ ცოდვათა ჩემთა ზედა და აქამდე არ არაი სატანჯველი მოაწიე შემსგავსებული ურჩულოებათა ჩემთაი. ხოლო მე ადრევე ღირს ვიყავ განვრდომად პირისა შენისაგან და განკიქებად სოფელსავე ამასშინა, მსგავსად ბოროტთა მათ საქმეთა ჩემთა, არამედ მიუთხრობელი იგი კაცთ მოყვარებაი შენი სულგრძელ იქმნა ჩემზე და ამისთვის გმადლობ შენ გლახაკი ესე და უღირსი, დაღაცა თუ არა ღირს ვარ, არცა შემძლებელ დიდების მეტყველებად და მადლობად სახიერებისა შენისა. ესრეთ ვიტყოდით ღმრთისა მიმართ, ესრეთ გვაქუნდინ გონებათა შინა ჩვენთა, რაითა ვპოვოთ ღმრთისაგან წყალობაი. ნუ სასყიდელსა ვითხოვთ, რამე თუ არ არაი გვაქოს ღირსი სასყიდლისაი, უსასყიდლოდ ვითხოვდეთ წყალობასა, რამე თუ ამას თუ ვიქმოდით ყოვლითა გულითა, აღიაროს მან თავითვისი თანამდებად წყალობისა ჩვენისა და სათნოებათაგან ჩვენთა კიდე სიმდაბლისათვის მოგუცეს მადლი. რამე თუ ყოველთა სათნოებათასა უმეტესი არს სასყიდელი იგი სიმდაბლისაი. და უკვე თუ ესე არა იყოს, სხვანიცა იგი დაღაცა თუ მოვიგნეთ, ცუდად ვშურებით. აც უკვე გუნებავს თუ დიდ ყოფაი სათნოებათა ჩვენთაი, შევრაცხნეთ იგინი არარად და შევრაცხნეს იგინი ღმერთმან დიდად. შევრაცხნეთ თავნი ჩვენი უღირსად და შემრაცხნეს ღმერთმან ღირსად, ვითარცა ასის თავი იგი იტყოდა. უფალო არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ. მათე 8 ამისთვისცა ღირსყო იგი უფალმა და სარწმუნოება იმისის თნდაფრიად და კვალად პავლეცა იტყოდა, არა ღირს ვარ წოდებად მოციქულად. პირველი კორინთელთა მიმართ 15:9 ამისთვისცა თავთა მათ მოციქულთა თანა შეირაცხა და მოძღვარ ყოვლისა სოფლისა იქმნა. ეგრეთვე იოანე წინამორბედი იტყოდა, არა ღირს ვარ განხსნად საბელსა ხანთა მისთასა. მარკოზი 1:7 ამისთვის მეგობრად სიძისა ეწოდა და ხელი მისი, რომელიც თქვა ვითარმე და არა ღირს არს ხანთა შეხებად, თავსა ზედა დაიდვა ქრისტემან. ეგრეთვე პეტრე თქვა, განვეთ ჩემგან რამე თუ კაცი ცოდვილი ვარ მე, უფალო. ლუკა 5:8 ამისთვისცა საფუძველ ეკლესიისა იქმნა. რამე თუ არ არაი ესრეთ სათნო არს ღმრთისა, ვით არ კაცი მდაბალი, რომელსა აქუნდეს თავითვისი უცოდვილეს ყოველთა. ესე არს თავი ყოვლისა სიბრძნისაი. ესე ვით არის იგი მდაბალი და შემოსვლილი არაოდეს ზუაობნ, არა განრისხნებინ, არა შეიცვებინ შურითა მოყუსისაითა, არცა სხვანი იგივნებანი ეუფლნიან მას, არამედ ყოველნივე სიმდაბლემან და მისმან, მან ნაშობმან გლოამან განიოდნის სულისაგან. რამე თუ იგლონ თუ ვინმე ხორციელთა საქმეთათვის, სიკვდილისათვის თვისთაისა, ანუ წარწმედისათვის მონაგებთაისა, ანუ ესე ვით არისა რაისათვისმე, გლოამან მან იოდნის ყოველნივე ვნებანი სულისა მისისაგან ჟამსა მას.
Რავდენ უფრო ისად ვიგლოვდეთ რა იცოდვათა ჩვენთათვის და იქმნას გლოვა იგი საწურთელს სამარადისო ჩვენ შორის იუტოდინ ყოველნიველნებანი ჩვენგან. იხილე დავით, მოიგო რა ის სიმდაბლე და გლოვა იცოდვისა მისთვის, ვით არ ჟამს ამას განსაცდელისა მისისასა, რა ჟამს სდევნი და ძე იგი განდგომილი. წარმოდგა ერთი ვინმე შეურაცხი და უნდოი კაცი ურცხვინო იგი სემეი და ურიდა დაგინებდა მას და აყვედრებდა. ხოლო იგი არა განრისხნა, არცა სიტყვა ოგო, რამე თუ სიმდაბლესა და გლოვასა აღმოეპხურა სული მრისხანებისა იმისგან. ამისთვისცა ინება რა იერისთავმან მან მისლვაი და მოკლვაი უკეთურისამის, არა შეუნდო დავით, არამედ იტყო და ვითარმეთ, ღმერთმან უბრძანა მას ესევით არისა სიტყვად. შეადარე მეორე მეფეთა 16, 11 და კვალად, სხვა საადგილსა ეტყოდეს რა იმღდელნი, რაითა კიდობანსა მას მისთან ავლებდეს, არა ჯერ იჩინა, არამედ უღირსად შეჰრაცხა თავითვისი და თქვა, უკვე თუ მიხსნას ღმერთმან განსაცდელთა ამათგან, ვიხილო შვენიერება იმისი ტაძარსა შინა. ხოლო მრქვას თუ ვითარმეთ, არა გინებე შენ იხავ ჩემზე და რა იგი სათნო არს მის წინაშე. შეადარე მეორე მეფეთა 15, 25, 26. იხილეა გული შემოსრული. და კვალად რა იგი საულსე და ქმნა ერთ და ორ გზის, არა დიდი იგი საზომის სრულებისა იაჩვენაა. რამე თუ არა ძველსა ოდენ რჩულსა წარხდა, არამედ მცნებათაცა სახარებისათა მიეახლა. არა შურს იგებდა, არა განრისხნებოდა, არამედ ყოველსავე მადლობით შეიწყნარებდა ღმრთისაგან. ამისთვისცა კვალად აბესალომის ზეხედვი და რა იურჩულოსა მას მამისა მბრძოლსა, ძმისა მკვლელსა, მაგინებელსა და ბილსა მჯდომარეთ საყდართა სამეუფოთა და თავსათვისა მეოტად, შეურაცხად და ნაკრულევანად, არა დაბრკოლდა, არცა იდრტვინა, არამედ იტყოდა. უკვე თუ ესე სათნო არს ღმრთისა, რაითა იგი მეფობდეს და იშვებდეს და მე ვიდევნებოდე, მადლიერ ვარ და შემიწყნარებიეს. არა ქმნა ვით არცა მრავალნი ჩვენგანი იქმან, მოიწიოს რა იმათზე და მცირედი ჭირი ანუ განსაცდელი, მეხსეულად რტვინვიან და შუმსხვათაი, რომელნი დღეკეთილობასა შინა იხილნიან და შვებასა. არამედ დავით არა ესრეთ იყო, არა დრტვინვიდა, არა განრისხნებოდა და არცა შეიცვებოდა შურითა. ამისთვისცა თქვა ღმერთმან, პოე დავით, ძე იესესი, კაცი გულირთადი ჩემი. შეადარე ფსალმუნი 88, 21 ესევით არის სიმდაბლეი და შემოსრულობაი ჩვენცა მოვიგოთ, ვიქმნეთ ყოველსავე და მადლის შემწირვალ ღმრთისა, ვიქმნეთ მშვიდ და მდაბალ, ვით არცა იტყვის უფალი, ისწავეთ ჩემგან რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ვპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი. მათე 11, 29. აც უკვე რაითა ამასცა სოფელსა და მასცა საუკუნესა ვპოვოთ განსვენებაი, მოვიგოთ სიმდაბლეი, დედა იგი ყოველთა სათნოებათაი, დავნერგოთ იგი სულთა ჩვენთა შინა. რაითა ზღვაიცა ესე ამის სოფლისაი და უნთქმელად წიაღვლოთ და მყუდროს ამას ნავთსაყუდელსა ღირს ვიქმნეთ შესვლად მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა. რომლისა არს დიდებაი და სიმტკიცეი თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.